აფხაზეთში ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორის ალექსანდრ ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. საკონკურსო კომისიამ ისინი 3 სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლინა. ალექსანდრ ბერულავა აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. იგი სოხუმის დაცემის დღეს ჟივლი შარტავასთან და მინისტრთა საბჭოს წევრებთან ერთად დახვრიტეს. ყველა ის თემატიკა, რომელიც აცოცხლებს ჩვენს ისტორიას, აფხაზეთთან დაკავშირებულ ადამიანებს და ამ გმირობის მაგალითს აძლევს მომავალთაობას, ამის მხარდაჭერა ჩვენთვის პრიორიტეტულია და მინდა მიულოცო ყველა გამარჯვებულს და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ჯილდო მათთვის იქნება პატივთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც ღირსეულად გაართმევენ თავს. ალექსანდრე საშა ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემია წელს უკვე მეორედ ჩავატარეთ. ჟიური მიმუშავა იმ ნაშრომებზე, რომელიც შემოვიდა. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ აფხაზეთის თემაზე ბევრი დამოუკიდებელი ნაშრომი არ იქმნება და ეს ჯილდო ერთის მხრივ ემსახურება საშა ბერულავას სახელის უკდავყოფას და მეორეს მხრივ ვცდილობთ, რომ წავახალისოთ მეტი მედია პროდუქტი აფხაზეთთან დაკავშირებით ქართულ მედია სივრცეში. ძალიან ბედნიერი ვარ პირველ რიგში იმით, რომ ჩემი ნამუშევარი გამოვლინდა დღეს როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საკონკურსო სტატია და მიხარია, რომ ამ პროექტის ნაწილი გავხდი. კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე მას შემდეგ, რაც 32 წლის შემდეგ ჩემმა ოჯახმა შეძლო დისტანციურად ენახა გაგრაში ჩვენი სახლი. ეს დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში და გადავწყვიტე, რომ სწორედ ეს ისტორია ამესახა ჩემს სტატიაში.